მოგესალმებით. მე ლევან ნიშნიანიძე ვარ და ეს საზოგადოებრივი სტუდიის ეთერია. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი რუბრიკა, რომელსაც დავარქვით თავისუფლების მებრძოლთა კლუბი. ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ესაუბრებიან ადამიანებს პოლიტიკაზე, რომლებიც ცდილობენ იყონ თქმენი, ანუ ხალხის წარმომადგენლები ბრძოლაში თავისუფლებისთვის, ბრძოლაში უკეთესი სახელმწიფოსთვის. და ჩვენი პირველი სტუმარი და ამ კლუბის პირველი წევრი იქნება ოთარ მაღალდაძე. მადლობა ოთარ სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგვიყევი მოკლედ ჩვენ შესახებ საქმიანები გააცანი შენ თავი მაყურებელს. მადლობა ლევან მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. მე ვარ ოთარ მაღალდაძე, პროგრამისტი ქალაქ თბილისიდან. ესე იგი 2008 წელს დავამთავრე კავკასიის ბიზნესის სკოლა, ფინანსების განხრით, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. პირველი 2-3 წელი დამთავრებიდან მაგ მიმართულებით ვიმუშავე, თუმცა მე მივხვდი, რომ პროგრამირება უფრო მიტაცებდა. და დაახლოებით 2012 წლიდან მთლიანად გადმოვბარგდი ამ სფეროში და დღემდე მოვაწევ პროგრამისტად. ამჟამად მუშაობ დისტანციურად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე, Linux-ის ბირთვის პროგრამისტად და ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგარია 7 პროგრამისტი. 2015 წელს ხარისხის გავაკეთე ამ მიმართულებით ბირმინგემის უნივერსიტეტში, განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, აქ თბილისში არსებული განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, ანუ საქართველოს გადასახადების განახორციელთა ფულით. დავბრუნდი საქართველოში და როგორც გითხარით, მოღვაწეობ აქამდე ამ სფეროში. ოთარ, მე და შენ ერთმანეთი პრინციპში გავიცანით ამ პროტესტის განმავლობაში და რაღაცა ვთქვათ, თანამებრძოლები ვართ იმ ბრძოლაში, რასაც ალბათ ჩვენთვის ეს არის და ობიექტურადაც ბრძოლა თავისუფლებისთვის. ოთარ, ამ კუთხით გააცანი შენ თავი მაყურებელს, ანუ შენ რა პოზიცია გაქვს იმასთან ყველაფერში, რაც დღეს ხდება და შენ როგორც ვცდილობ, რომ აი ამ ყველაფერში შენი წვლილი შეიტანო. პირველ რიგში ჩემი შტაბ-ბიძგება ის არის, რომ რამდენიმე წლის წინაც შევამჩნიე, რომ ჩვენი ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდიოდა და ბოლოს აღმოჩნდით იქ, სადაც ვართ ახლა. ანუ პრაქტიკულად ავტორიტარიზმი დამყარებულია, ლაპარაკია ფესვებს გაიდგამს თუ არა. და მე ვხედავ ჩემს თავს იქ, სადაც იქნება ბრძოლა ამ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. და რატო არის ავტორიტარიზმი შენთვის ცუდი? ოთარ, ანუ ხო არსებობენ რა ვიცი, ქვეყნები, ეგ რუსეთი 25 წელია არის და ნუ შეიძლება კიდე რუსეთი ესეთი მაგალითია, მაგრამ ნუ ხო, ანუ ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილში არის ავტორიტარიზმი, ანუ რა არის მოკლედ შენთვის, რაც ანუ გაიძულებს, რომ შენ რაღაც ესე იბრძოლო, რაღაცა ანუ დღეს ეს რეალობაში ვართ, რომ რაღაცა შენ თავს საფრთხეს უქმნი, როცა ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვი, ანუ რა არის შენთვის, არის რაც გაიძულებს, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთო. ჩემი აზრით ადამიანის თავისუფლება არის პრიორიტეტი. და როდესაც თავისუფლებას გართმევენ, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება, მათ შორის თუნდაც მატერიალური კეთილდღეობა. მე მჯერა თანასწორობის თავისუფლების და არ მჯერა იმის, რომ ხელისუფლებას უგდავდეს ადამიანებს მათი ხასიათიდან თუ ხუშტურიდან გამომდინარე. და თავისუფლება რა არის შენთვის? თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, პროტესტის თავისუფლება, მთავრობის კრიტიკის თავისუფლება და არა მარტო მთავრობის და ასე შემდეგ. მე მგონი რაღაცა TV იმედის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ხო თავის იმაზე, რა ქვია, Instagram-ზე კითხვა, თავისუფლება თუ უსაფრთხოება. და ანუ შენი პასუხი რა არის აქ? ჩემი აზრით დღევანდელობაში შეიძლება უსაფრთხოებას და თავისუფლებას. და შენი აზრით რამდენად შესაძლებელია უსაფრთხოება თავისუფლების გარეშე? მაშინ უსაფრთხოება რისგან გამოდის? თუ თავისუფლებას გიზღუდავს ხელისუფლება, ეგ ნიშნავს, რომ გდევნის, გიჭერს, გაჯარიმებს, გემუქრება, ფიზიკურად გისწორდება და ასე შემდეგ, მაშინ უსაფრთხოება რა არის? თუ ჩუმად ხარ და ჭკვიანად ჭალებში ჭკვიანად ხარ შენთვის, მაშინ უსაფრთხოდ ხარ. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ყველა ადამიანი დაშავდება და მე ვერ წარმოვიდგენია რეჟიმი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც არის ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუ ავტორიტარია ადამიანი, ხელისუფალი და ავტორიტარია, ეგ ნიშნავს, რომ თავისი თავი აქვს პრიორიტეტად და არა სხვა ადამიანი. აქ ის კითხვა თუ პასუხი რასაც როგორც წესი შეხვდები ქართული ოცნების მხარდამჭერებთან საუბრისას და ხშირად არა მარტო. და აბა ვინ?
ანუ რას თავაზობ ამ ურჩეველს ადამიანებს, ანუ დღეს გვაქვს ძალიან ესეთი შეზღუდული არჩევანი პრინციპში, ანუ ოპოზიციის მხრიდანაც, არის ბევრი პარტია პრინციპში, რაღაცა 4 როგორც მინიმუმის რომელიც ბარიერი გადალახა, ანუ შენ მათ ხედავ ალტერნატივად და მათ სთავაზობ? მე ვერ ხედავ ალტერნატივად, ფაქტია, რომ ვერ შეასრულეს ის, რომ შეეცვალათ ეს რეჟიმი. მაშინ რას თავაზობ შენ? ალტერნატივა უნდა შევქმნათ. და როგორ უნდა შევქმნათ? როგორ და ვინც ასე ფიქრობს, რაც ახლა თქვი, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავის საქმე და სიმართლე ვთქვათ, არ ვარ მართალია ოპოზიციას მივეცი ხმა ოქტომბერში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი საქართველო ბევრად უკეთესი იქნებოდა, ესეც უნდა აღინიშნოს. ანუ შენ ემობ რომ ნაცი არ ხარ, ანუ მიტინგზე დგახარ, მაგრამ ნაცი არ ხარ? მე ხო მაშინ ვინ გიხდის ფულს? სერიოზულად არ შემიძლია ამას გავს 2003 წელს მე 11 კლასელი რომ ვიყავი და ამავე დროს მოსამზადებელ განყოფილებაზე ვსწავლობდი, კამარას აქტივისტები და ასე შემდეგ მიზი დავდნენ, იმიტომ რომ იმ დროინდელ ავტორიტარიზმთან მებრძოლ ადამიანებთან მეჩვენებოდნენ და სააკაშვილის ქარიზმატული გამოსვლების მახსოვს და მაშინ კი მქონდა განწყობა პრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა. იგი მაშინ 97% თუ რამდენით ავირჩიეთ მაშინ სააკაშვილი, ხო? იყო პოზიტიური მოვლენები. არ მქონდა მაშინ ხვის უფლება, 17 წლის ვიყავი, 2004 წლის მარტში შემისრულდა მე 18 წელი. მაგრამ 2005-6 წლების მერე აღარ ვარ მაგ ხელისუფლების მომხრე და მით უმეტეს ახლაც ნაცი არ ვარ. შენი აზრით, რატომ მოხდა, რომ აქამდე მოვედით, რამდენი არჩევნები ჩავატარეთ და პრინციპში სულ ეს დილემა წინაში ვართ 12 წელი. რატო ვერ გაჩნდა შენი აზრით რაღაც ახალი ძალა, რომელიც რეალურად შეძლებდა რაღაც ამ კითხვაზე გამართული პასუხის გაცემას ნებისმიერი კრიტიკოსისთვის, რომ აბა ვინ და რაღაცა ძალა, რომელზეც მართლა არ შეგწხვებოდა და იტყოდი, რომ ეს ძალა შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ რაღაცა ამათი ნდობა შეიძლება. რატო ვერ გაჩნდა 12 წლის განმავლობაში ესეთი ძალა შენი აზრით? იმიტომ რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები არ მიდიან პოლიტიკაში. სტერეოტიპის გამო პირველ რიგში, რომ პოლიტიკა ბიზნესური საქმეა. მეორე რომ მართლაც რომ აქამდე რაც ხდებოდა, თუ კი ვინმე პატიოსანი იყო და გულწრფელი და პატრიოტი, მაქსიმალურად ვიწროვდებოდა და მხოლოდ კონფორმისტი და რეჟიმებთან კარგად შეწყობილი ხალხი რჩებოდა პოლიტიკაში. ანუ პოლიტიკაში კი რჩებოდნენ სხვები, მაგრამ წინ ვერ მიდიოდნენ და ამას რო ხედავს მოზარდი სიტყვაზე და უნდა გზის გასაყარზია რომ რა მიმართულება რა პროფესია ირჩიოს, ხო? ამ ყველაფრის შემხედვარი აღარ ირჩევს პოლიტიკას და ამბობს რომ იქ არაფერი ისეთი კარგი არ ხდება და შესაბამისად პოლიტიკა რჩება ცუდი და ბინძური ხალხის ხელში. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ერთი მიზეზი და მეორე არის რომ კი არიან ადამიანები რომელსაც უკვე კარიერა აწყობილი აქვთ, წარმატებულები არიან თავიანთ სფეროებში და ამ ადამიანებს არ უნდათ ასევე პოლიტიკაში გადმოსვლა, იგივე მიზეზებით, რაც უკვე თქვი და ამავე დროს ძნელია, როდესაც აწყობილი გაქვს ცხოვრება, რისკებზე წახვიდე, როცა შენ სფეროში კომფორტულად გრძნობ თავს, ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენო და საკუთარი თავი, საკუთარი კეთილდღეობა, ოჯახის კეთილდღეობაც კი დააყენო რისკის ქვეშ და ძნელია ასეთი ადამიანების პოვნა. ამიტომაც არის რომ ეს ამდენი 10 წელია ვერ შედგა ის რომ ღირსეულ პატრიოტ ადამიანთა ჯგუფი მოვიდეს ხელისუფლებაში. აჩუს ფინანსები არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, ხო? დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის უკან დგას კონკრეტული ტიპი ადამიანი, რომელიც აფინანსებს, ვინც მეტნაკლებად ვიცით, ხო, თითოეული პარტიის უკან, აქვთ კიდე სახელმწიფო დაფინანსება პლუს, რაც ანუ ცალკე პრობლემაა ჩემი აზრით, რაცა ბერკეტია რაღაც ხელისუფლების ხელში, რომ ეხაც პარლამენტში თუ შემოხვალთ, თუ დაგვიჯერებთ ამ დაფინანსებას მოგცემთ, არ მოგცემთ. შენი აზრით, როგორ უნდა ერთის მხრივ, ანუ როგორ უნდა მოვიზიდოთ და ვარწმუნოთ ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა შეიძლება საინტერესო იყოს პოლიტიკაში და რაღაცა კარგი ადამიანები არიან და მეორე მხრივ ფინანსურად შენ როგორ ფიქრობ, ეს როგორ უნდა გადაიჭრას ეს გამოწვევა, საიდან უნდა კონდეს თუნდაც ამ პარტიას ფინანსები თუ ის არც ერთი ცალკე აღებული ბიზნესმენის თუ მილიონერის როგორც ჩვენთან ხდება, ინტერესებს არ ემსახურება. შენ როგორ ხედავ ამას? პირველ კითხვაზე პასუხი მექნება ალბათ რომ პირადი მაგალითით. მე ვეცდები რომ პირადი მაგალითი მივცე გადავდგა ეს ნაბიჯი, მჯერა რომ არის ჩვენ საზოგადოებაში ადამიანი
საკმარისი ადამიანი რომ აიღონ პასუხისმგებლობა ბევრ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში მოეღება ბოლო, მაგრამ ალბათ მაგალითია მისაცემი, მე ვეცდები როგორც მინიმუმ ჩემი ამ ნაბიჯებით პირადი მაგალითი მივცე. ანუ შენ როგორც ერთ-ერთი მოქალაქე მზად ხარ, რომ იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი, შეეცადო მარტივად რა პოლიტიკოსი რა არის, ხო, წარმომადგენელი ადამიანის, რომელიც რაღაცების დობის მოპოვებას ცდილობს, ხო? და რასაც ეხა ჩვენ ვცდილობთ, მათ შორის ხო ეს არხი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ამ მიზნით შეგრან შენ ამბობ პირდაპირ რომ შენ ხარ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მზად ხარ, რომ ეს ტვირთი შეეცადო, რომ ზიდო, ასე ვთქვათ. სწორად გაგიგე. კი, სწორად გამიგელევან. შევეცდები ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ახალი სფეროა და ვინც კი წამოვა თავის სფეროებიდან ამ სფეროში პოლიტიკაში, ყველა უმეტესობისთვის ახალი სფერო იქნება, ბევრი რამ სასწავლი გვაქვს. დობის მოპოვების კუთხითაც ალბათ სასწავლი გვაქვს რაღაცები, თუმცა თავარია დაანახო ადამიანის გულწრფელობა. ხო, აი, გულწრფელობა მაქედანვე მინდა გადავიდე, რაც ანუ ერთი ცალსახად რაც მე ვფიქრობ გამოგარჩევს შენ, რაღაცა ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელიც დღეს ყავს სცენაზე. აი, გარდა მაგისა, აი რა არის ის, რაც ვფიქრობ, რომ შენ გამოგარჩევს ყველა დღეს არსებული პოლიტიკოსისგან და ანუ რა არის ის, რის გამოც შენ უნდა გენდონ ადამიანები აი ყველასგან განსხვავებით. კარგი შეკითხვა. ჩემი აზრით ნდობა უნდა მოვიპოვოთ იმ გზით, რომ ადამიანებს ხალხს დავანახოთ, რომ ძალა მათ ხელშია სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ვინც უნდა მოვიდეს ახალ პოლიტიკაში, ადამიანებს, მით უმეტეს იმ ადამიანებს, ვინც არ გვიცნობენ, გაუჩნდებათ შეკითხვა, რომ თქვენ რომ მოხვალთ და იგივე ქნათ, რა ვქნათ მე. და ჩემი აზრით, ჩვენ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისადგუროს კულტურამ გაფიცვებისა და დაუმორჩილებლობის. ამ ხელისუფლებასაც თუ კი რამეს დავაკლებთ, ან ვაიძულებთ რამე შეცვალოს, ან გადადგეს, ან თუნდაც არჩევნები დანიშნოს და ასე შემდეგ, მოახერხებთ ჩემი ღმაწმენით მხოლოდ გაფიცვებით და დაუმორჩილებლობით. და ამ ილეთს თუ საზოგადოება ისწავლის, მაშინ დაზღვეულებივით იქნებიან, ხო, რომც არ გვენდონ, მაშინ როგორც ამათ მოიშორებენ, ჩვენც მოგვიშორებენ მე მარტივად. და ჩემი აზრით ეს არის თავარი მერკეტი და მეორე არის ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა დავიმსახუროთ ნდობა ხალხის ფართო მასების. და ეს ადვილი არ იქნება, მალე ვერ მოხდება და გზადაგზა შევხედოთ. რატო მიიღეთ არ ეს გადაწყვეტილება, როგორც თქვა, პროგრამისტი ხარ, უცხოურ კომპანიაზე მუშაობ, ობიექტურად უნდა ვთქვა, რომ რაღაცა დღეს არათუ საქართველოს ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში რაღაც პოლიტიკა ცოტა თავის ტკივილია, აი კარგ ქვეყანაშიც კი. გამადიდებელი შუშის ქვეშ ხდები, რაც დისკომფორტია, ხო? და რაც დამატებით პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ შენ რა მიგაღებინა ეს გადაწყვეტილება? ჩემთვის ეს არ არის კარიერული ცვლა, ჩემთვის ეს არის ბრძოლა. მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკაში სამუდამოდ არ დავრჩები. ესეთი ძელვადიანი ან საშუალოდან გრძელვადიანი გეგმა ასეთია ჩემი, პირადად ჩემი, მოვიდე პოლიტიკაში. ვიპოვო ის ხალხი, ვინც ჩაერთვება ამ ბრძოლაში, პირველი ცვლილება ეს იქნება ამ რეჟიმის ცვლილება და შემდეგ თამდევი მიზანი არის, რომ პირადი მაგალითი მივცეთ ახალგაზრდა თაობას, ვისთვისაც შეიძლება მოწოდება იყოს პოლიტიკა. და რაღაც პერიოდის მერე, რეფორმებიც უნდა ჩავატაროთ რაღაცები, რაზეც პასუხისმგებლობას ავიღებთ და მე ჩემი სრულია რომ მომავალ თაობას გადავაბორო ესტაფეტა და ვთხრა რომ აი ჯერთი ვანახო რომ აი ბინ პოლიტიკის კეთება შეიძლება არა ბინძურად, შეიძლება ეგ, შეიძლება არ იყო ჩაფლული კორუფციაში ყველამდე და გრჯეროდეს იმის რომ თუ ქვეყანა ფეხზე დგას შენთვისაც და შენი შვილებისთვის უკეთესია ვიდრე ის რომ დღეს რაღაც მოიხვეჭო და მე არ ვიცი დიდი სახლი აიშენო დიდი ღობით და იქ გამოიკეტო არა მაგას ჯობს მთელი ქვეყანა კარგად იყოს ან მეტნაკლებად კარგად იყოს და ნუ აი მაგალითით მე მივცეთ საშუალება და გასაქანი და ფართო გზა მომავალ თაობას ოთარ ქართული ოცნების მხარდამჭერთა ძალიან დიდი ნაწილი არის რაღაცა აი 50 წელს ზევით მოსახლეობა ხელისუფლება აი ყველაზე კარგად სწორედ ამ ადამიანებზე აპელირებს რაღაც კიდე ომის და რაღაცეების შიშით იმის გამო რომ ამ ადამიანებს ახსოვთ და ამ ადამიანები იყვნენ რაღაცა ახალგაზრდები როცა მათ მოუწიათ ეს ყველაფერი მათ თავს გადახტა და ხო ან ძალიან ბუნებრივია პრინციპში რომ რაღაც ესეთი შიშები აქვთ და ძალიან სწორად მოძებნა ეს ხელისუფლება შენი როგორც ანუ ერთ-ერთი ადამიანის აქტივისტის პასუხი და პოზიცია რა იქნება ამასთან დაკავშირებით?
პირველ რიგში უნდა ავხსნათ ის, რომ მშვიდობა რო გვაქვს და ბომბები არ გვაცვივა თავზე, ჩემი ღმერთმენით ქართული ოცნების მიღწევა ეგ არ არის. ანუ შენ არ გიჯერა რომ ომში გვითხრევდა დასავლეთი? დაუშვათ გვითხრევდა დასავლეთი, ჩვენ რომ მოვალთ, ჩვენ ჩავებევით ომში. ანუ მე იმის თქვა, რომ დიდი მიღწევა არ არის ის, რომ დასავლეთის აგენტები, ანუ ეგ ხო პარალელური ნარატივია, რომ ჩვენ არ ვართ და ნიაგის ღია ხახაში თავის არ შეყოფა ჩემს დიდი მიღწევა არ არის. ეგ ანუ ძალიან ხოს რა, თითქოს აი მარტივი ჭეშმარიტება, კაი დაუშვათ და დავიჯერეთ, რომ დასავლეთი ომში გვითხრევს ყველას და ანუ და ჩვენ მართლა და ვინც არ უნდა მოვიდეს, ანუ ვინმეს როგორ შეიძლება ომი უნდა ხო ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და როგორღაც ჩვენ ალბათ არ ვიცი ზომბები ვართ და მათ შევასრულებთ მათ ბრძანებებს თუ არ ვიცი. ხო. არ არის დიდი მიღწევა ქართული ოცნების მიღწევა საერთოდ არ არის, რომ მშვიდობა გვაქვს, ჩემი ღმერთმენით უკრაინაში არის ჩახერგილი ახლა რუსეთი და კაცმა არ იცის ომის დამთავრების მერე ჩვენ რა გველის. ხო, მაგრამ აი მოიცა თქვა და აი მეორეც მე ბოდიში გაწყვეტინებ, ხელისუფლებაში ხარ, ასე ვთქვა, ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღების პირი და ანუ ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობი ზოგადად. ზოგადად რა პოზიცია გაქვს ნატოში? ნატოშიც კი. კარგი, ანუ მაშინ რაღაც არის პირველი შეხვედრა რაღაც კონსპირაციული თუ არა კონსპირაციული, იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთთან. მოკლედ მესეჯი არის ესეთი, რომ ან უარ სიტყვით ამ რაღაცა დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესზე, ან მოხდება თქვენთან რა ის რაც ხდება უკრაინაში. ანუ სიტყვაზე აი ამას გეუბნება რუსეთი. შენი პოზიცია რა არის? რა პასუხს? ძალიან მარტივს ევროკავშირში და ნატოშიც არ გვიღებენ და ხილვად მომავალში არ მიგვიღებენ, ამიტომ ანუ პრინციპში ქართული ოცნებაც ხო მაგას ამბობს. ხო, კი, ესეა, მაგრამ ისინი, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად ეშინიათ, რომ ჩვენი დასავლური სწრაფვების გამო რუსეთი თავს დაგვესხმება, ამ ადამიანებისაც და რუსეთის დამშვიდებაც იმით შეგვიძლია, რომ არ გვიღებენ არც ევროკავშირში და არც ნატოში სინამდვილეში. კი ბატონო, ხო, ანუ ეგ მეც გეთანხმები, ანუ მანდ რეალურად ანუ ეს სამოქმედო დერეფანი არ გვაქვს ფაქტობრივად, ანუ ვინც რა არ უნდა გითხრას, აი მაგუთხით ხო ქართული ოცნება რასაც აკეთებს, აი მართლა ძნელია სხვა რამე, ანუ რასაც ფასადურად აკეთებს, ანუ რასაც ამბობს რა, გასაგები, ანუ რუსეთთან კონფრონტაციაზე ვერავინ ვერ წავაქ, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს თავზე ხელაღებული როგორც არ უნდა იყოს, ის რომ რაღაც რუსეთთან დაუპირისპირდება და რაღაცა კიდე ნატოს გამო და კიდე ევროკავშირის გამო. სხვადასხვა მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი რო იყო თუ გახსოვს შენ პუტინთან, მეგონი პირდაპირ ქონდა განცხადება, რომ ნატო ჩვენი თვითმიზანი არ არის და იქ რაღაცა ტერიტორიებზე თუ რაღაცა კომპრომისი მოხდება, მაგრამ ეს ხო რუსეთთან მაგან არ გაჭრა და არ მჯერა რომ ეგ ოდესმე იმუშავებს. სინამდვილეში რუსეთისთვის პრობლემა ის კი არ არის, ესეც პრობლემაა დამატებითი დაუშვათ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები უერთდებიან დასავლურ ბლოკებს. მაგრამ ძირეული პრობლემა, რასაც ვერ ეგუება ისედაც და ასედაც არის მის სამეზობლოში დამოუკიდებელი ერების არსებობა. ეს უნდა გვესმოთ. კარგი, მაშინ პირიქით რო შევაბრუნოთ აქეთ, ნატოში და ევროკავშირში არ გვიღებენ, რუსეთი გვერდით ყავს და უკრაინის მაგალითზე ხედავთ. ანუ მაშინ შენ რას აფუძნებ და როგორ ხედავ საქართველოს უსაფრთხოების შენარჩუნების გზას? გაძლიერებას, საკუთარი თავის გაძლიერებას. შვეიცარიის მოდელი, ფინეთის მოდელი თუნდაც. ისრაელის მოდელს შეიძლება ვერ გავწოდეთ, მაგრამ თუ თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის არ ვართ მზად, მაშინ შევუბრუნდეთ საბჭოთა კავშირში ან ავტონომიურ ოლქად გამოაცხადოთ თავი რუსეთის ფედერაციაში და ვიქნებით მშვიდობიანად და მე ვიომებთ იმათ დამყარებულ ომებში. როგორ უყურებ აი ამ ეხა ტრადიციულად რა ვიცი სულ მუსირებს ხოლმე, მაგრამ ეხლა კიდევ წამოიჭრა ნეიტრალიტეტის თემას. შენ როგორ უყურებ ამ საკითხს? ზღაპარია ნეიტრალიტეტი. ნეიტრალიტეტის გზით მიდიოდა ზვიად გამსახურდია. არ იყო მაინც და მაინც პირველი რესპუბლიკას ნეიტრალური იყო, რომელიც ოკუპაციას ამიტომ ის არ არის რომ ანუ ასე აცხადებს რუსეთი, რომ ნატო ჩემთვის საფრთხის შემცველი ბლოკია და თუ შენ გაწევრიანდები, ვერ შევეგუები ამას, ანუ ამერიკულ ბაზებს ვერ შევეგუები და ამიტომ გიპყრობ. შენი დაპყრობა კი არ მინდა, არამედ ამერიკულ ბაზებს ვერ ეგუები. რაც არის სიცრუე, ანუ მათ უნდათ ისედაც და ასედაც ჩვენი დაპყრობა, ამ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი და ამის გამოსავალი არის ორი ვარიანტი. ან იბრძვი თავისუფლებისთვის თუ დაგიდგა ასეთი საჭიროება, ან არ იბრძვი და ნებდები. სხვა ვარიანტი მან ფიზიკურად არ არის მეგონი. ანუ შენ ფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, გადამწყვეტი როლი ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე გადის? კი. და რამდენად რეალურია ეგეც ხო რაღაცა რომ
აი რუსეთთან რა აზრი აქვს ომს და წინააღმდეგობის გაწევას და ცნობილი ფრაზები რომ მეხანძრეები გადაგვეცხავენ მარტო და რაღაც ესეთები ისმის ხოლმე და ანუ ამაზე რა არის შენი პოზიცია? ანუ რამდენად შესაძლებელია რეალურად რაღაცა ისეთ შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც რეალურად გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს? მაშინ იგივე უფროსი თაობის ხალხი უნდა დავსვას და დავსვათ ეგ შეკითხვა 1991 წლის 31 მარტს რატო შემოხაზეს საქართველოს დამოუკიდებლობა. მე მაშინ 4 წელს ვიყავი და იმათ რატო შემოხაზეს თუ ეხლა ამბობენ რომ საზრი არ აქვს და დაგვიპყრობს და რა ვქნათ მაშინ რას ელოდნენ რისთვის შემოხაზეს დამოუკიდებლობა, ხო? ესე 95-97%-იანი შედეგით საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა მაშინ რეფერენდუმით. ხო, ანუ რამდენად გააზრებული ქონა რომ ანუ ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ რაღაც ის არის ბრძოლა საჭირო ამისთვის და მის 9 აპრილი მომხდარი იყო, არ მგონია ვინმეს ილუზია ქონდა რომ ეს არ იქნება იოვარდებით მოფენილი დამოუკიდებლობა. თუმცა ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის დამოუკიდებლობა იმაზე რთული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა ყველა, ხო? აღარ ვამბობ იმას, რომ გადაჭარბებული მოლოდინები იყო იქ. ეს სამწუხაროდ ალბათ იმიტომ, რომ ბევრ რისკს არ აფასებინეს. მე ესე მგონია, ჩემი სუბიექტური შეფასება შეიძლება ის არასრულფასოვანი, მაგრამ მე მგონია, რომ 80-იანებში და 80-იანების ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობა იმდენად მიუღწევოდა სანუკვარ რამეთ მიაჩნდათ, რომ იმის იქით რა უნდა გაეკეთებინათ არ ანგარიშობდნენ და 91 წლის 21 დეკემბერი იყო თუ არ ვცდები ბელოვეჟის ხელშეკრულების შემდეგ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, მეორე დღიდანვე საქართველოს ჩახსნეს ყველაფრიდან. როდესაც მარაგებს სისტემიდან ერთიანი ეკონომიკური სისტემიდან ჩახსნეს, მადანი არ მოდიოდა, რაც მოდიოდა მანამდე ჩვენი ქარხნები სამუშაოდ და ასე შემდეგ. და ამ სცენარისთვის რამდენად იყო იმ დროინდელი საზოგადოებაზე ფაქტი არ იყო, იმიტომ რომ მე პირდაპირ ჰუმანიტარული დახმარებები შემოვიდა საქართველოში და მე მახსოვს გაეროს და USAID-ის ყუთები ჩვენს სახლში. UNICEF-ის დროულები ქონდა? კი. და მე მგონი მაგ ჰუმანიტარულმა და პირდაპირ მშობ კრიზისი იყო საქართველოში საკვების კუთხით და რამდენიმე თვე თუ მეტი არა. ამ ჰუმანიტარული დახმარებებით გადავრჩით და რეალურად ახლაც ეს არის საფიქრე ბევრს აი საპროტესტო საზოგადოებაში ბევრს იმდენად არ არის რეალისტურად მიაჩნია ამ რეჟიმის შეცვლა რომ მე რა იქნება იმაზე მეგონი არ ვფიქრობ და ამაზეც არის საფიქრანი და მის გუნდი ვინც მოვა და იტყვის რომ აი ჩვენ შეგვიძლია რეჟიმის შეცვლა პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქროს დღეს რო იყო ხელისუფლებაში რას ვიზამდი და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ალბათ ვინც თვლით რომ შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება. კაი, აი უფრო აი ყოველდღიურ ამბებს და შიდა ამბებს რო დაუბრუნდეთ, აი მაგალითად დღეს აი ჭიათურის ამბები არის აქტუალური. მოკლედ რო ვთქვათ, ხო რა ხდება აქ რაღაც იყო ეს რაღაც შახტები, რომელიც როგორც ხელისუფლება ამბობს ფინანსურად არამონგებიანი იყო და შესაბამისად არ იყო საინტერესო ბიზნესისთვის და ბიზნესმა მიიღო მისი დახურვის გადაწყვეტილება. შენ როგორ ხედავ თქვა აი ამ პრობლემის მოგვარებას, რომ რა ნაბიჯი უნდა გადადგას კარგმა ხელისუფლებამ, ან მარტო ხო შენ რა ნაბიჯებს გადადგმდა და როგორ ხედავ მარტო რო თქვა ამ პრობლემის მოგვარების გზას? ალბათ უნდა დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც უფრო ღრმად არის ჩახიდული ამაში. ნამდვილად არ ვიცი მარგანეცე რა მოთხოვნა არის საერთაშორისო ბაზარზე, თუ მართლა ასეა რომ არ იყიდება იმ ფასად რა ფასადაც მოიპოვება. რაც ჯდება მისი მოპოვება, გასაგებია 2-4-ია, რომ მაშინ ეგ ნიშნავს რომ მინუსში მუშაობს კომპანია და ვერ იმუშავებს. თუ ასე არის სინამდვილეში, მაშინ რაღაც ალტერნატივა უნდა გამოიძებნოს ამ რეგიონისთვის, ხო ამ ქალაქისთვის კონკრეტულად. და მე არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნებიან ადამიანები, ვისაც უმუშავია, უფიქრია და უნდა მოუზენოთ ასეთი ადამიანები დავისვათ და დაველაპარაკოთ. აი ზოგადად ეხლა ჩვენ ხო რაღაც შენი გაცნობის ის გვაქვს შენ თავს აი როგორ მიაკუთვნებ აი რაღაცა ეკონომიკურად რაღაცა უფრო მემარჯვენე ადამიანად მიგაჩნია თავი და რატომ ერთიან მეორე მემარცხენე უფრო ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ ვარ და რაში გამოიხატება ეს და რატომ აი მაგალითად მიმაჩნია რომ თუ ადამიანი დაკარგვა სამსახურს გინ ობიექტური გინ სუბიექტური მიზეზებით უნდა მიიღოს დახმარება მუშავრობის დახმარება ანუ ჰაერში არ უნდა იყოს გამოკიდებული. და ასევე მეჩნია რომ განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი მაქსიმალურად და ჯანდაცვა. აი განათლებასთან მიმართებაში სიტყვაზე დღეს გვაქვს სახელმწიფო სკოლები და განათლება არის უფასო. თუმცა ხო ანუ ეს სახელმწიფო სკოლები სრულად მართავს სახელმწიფო. შენ ანუ რას შეცვლიდი ამ კუთხით?
ანუ განათლება ანუ უფასო გვაქვს მაგრამ ხარისხი როგორია, რა ვისაც მე მყავს მოსწავლე ჩემი შვილი, რომელიც საჯარო სკოლაში ისწავლობს და ხო არანაირი კრიტიკას არ უძლებს. ხო, ანუ ამ კუთხით რამე თუ გიფიქრია რა უნდა შეიცვალოს. დარწმუნებული მე რა სკოლაშიც გავიზარდე და ჩვენ დროს სასკოლებიც იყო იმასთან შედარებით ბევრად წინ არის წასული ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა. ბევრად წინ არის შეიძლება ძალიან ანუ ბევრად წინ არიან ბავშვები წასული ვიდრე სკოლა. ანუ ჩამორჩენა სკოლასა და ბავშვებს შორის ჩემი აზრით უფრო დიდია რა. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა მაინც ისეთი წესრიგს მიჩეული ბავშვები ვიყავით, რომლებიც მივდიოდით ვისხედით და ეხა სხვა თაობაა საერთოდ რა. ამ TikTok-ის თაობა რომელიც საერთოდ ვერ ჩერდება მაგიდაზე დიდხანს რა. სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამ გამოწვევაზე არანაირი პასუხი ჯერჯერობით არაა განათლების სისტემას. დარწმუნებული არიან ადამიანები, ვისაც აქვს სწორი ხედვები. მე არ მაქვს შესწავლილი საგანმანათლებლო სისტემა ასე სიღრმისეულად. მე ვთვლი რომ განათლება შეიძლება იყოს საინტერესო მათ შორის ბავშვებისთვისაც, მოზარდებისთვისაც. ბავშვი ზოგადად ბუნებით ცნობის მოყვარეა. ბევრი რამ აინტერესებს და დარწმუნებული ვარ სწორი მიწოდებით. შეიძლება ბავშვებს დაინტერესება და კარგი განათლების სისტემის აწყობა არის ქვეყნები, სადაც არის კარგი განათლების სისტემა, მათ შორის საშუალო განათლებაც და უმაღლესი განათლებაც. უბრალოდ უნდა გავიზიაროთ იმათი გამოცდილება, შევისწავლოთ ის სისტემები, შევისწავლოთ აქ რა პრობლემებია, პირდაპირ ველაპარაკოთ მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, სკოლის ადმინისტრაციებსაც, განათლების სამინისტროშიც იქნება უამრავი ადამიანი დასაქმებული, ვისაც აწუხებს ალბათ ეს და გულშემატკივარია თავის ქვეყნის, ყველას უნდა გავესაუბროთ, ვისაც შეხება ამ სფეროში, ამ სფეროსთან და ასევე ვისაც ჩაუტარებია კვლევები და რაღაც ანალიზი აქვს გაკეთებული. ხო, აი, ბოლოსკენ, რო წავიყვანოთ ჩვენ საუბარი და დაუბრუნდეთ ამ პროტესტს, შენ ოთარ აი როგორ ხედავ გამოსავალს ამ ბრძოლას, ანუ არც ერთი ხელისუფლება, რაც არ უნდა მყარად იდგეს დღეს, უსასრულოდ არ არის. და როგორი ხო თუმცა უნდათ რომ იყვნენ. ხო, უნდათ იყვნენ. და ადრე თუ გვიან ესენიც აუცილებლად სწავლენ, მაგრამ შენ როგორ ხედავ ამ პროცესს, როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე და რა გზა უნდა გავიაროთ? ჩემი აზრით ორი ეტაპია. ერთი ეტაპი უნდა გამოჩნდეს ეს გუნდი, რომელიც მოიპოვებს ხალხის დობას და ხალხი იტყვის, რომ კი, აი ამათთვის ალბათ ღირს ხელისუფლების გადაბარება. და მეორე ხალხმა უნდა ისწავლონ გაფიცვები. და ჩემი აზრით აი ეს პირველი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ თუ ამ არსებული ოპოზიციის გამო არ იფიცებიან ფართო მასშტაბიანად ჩვენს ქვეყანაში, უნდა გაიფიცონ იმ ახალი გულწრფელი გუნდისთვის, რომლის გულწრფელობას ისინი დაიჯერებენ და ამ გუნდმაც ბევრი უნდა იმუშაოს როგორც საკუთარ თავზე, ასევე ხალხთან უშუალოდ ურთიერთობით და დიალოგით და ეს ტანდემი უნდა შედგეს ხალხის და ამ გუნდის. მადლობა ოთარ, მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი პირველი საუბარი არ იყო, რადგან ეს გაცნობით ის იყო რა. დიდად პოლემიკაში არ შემოვედი, მიუხედავად იმისა რაღაცებზე გეთანხმებოდი, რაღაცებზე არ გეთანხმებოდი და მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგია და ეს სივრცე ჩემ წარმოდგენაში და სწორედ ის სივრცე უნდა იყოს, სადაც რაღაცა პოლემიკა და დისკუსია იქნება განსხვავებული აზრების. ასე რომ მადლობა ოთარ, წარმატებას გისურვებ შენს გეგმებში, შენს სურვილებში და ძალიან მიხარია რომ რაღაცა შეინსახეთ არის ადამიანი, რომელმაც რაღაცა მართლაც რაღაცა ამ რაღაც დიდ გაუგებრობაში გარევის სურვილი გამოთქვა, რასაც ქვია ქართული პოლიტიკა და მთელი გულით, ასე ვთქვათ, წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა შენს თუ რამეს დაამატებდი. დიდი მადლობა შენ, ლევან. მეც მგონია რომ შენს იგივე აზრზე ხარ რაც მე და შენს გისურვებ წარმატებას, ან ერთმანეთს უსურვო წარმატებას. დიდი მადლობა მაყურებელს. ვინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააზიაროთ ჩვენი ვიდეო და ლაიქოთ ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და დროებით.